ვინ ითვლება უცხოელ ინვესტორად საერთაშორისო საინვესტიციო დავის მიზნებისთვის და საერთოდ რა არის ინვესტიცია? ხშირად მნიშვნელოვან ინვესტორებს შედარებით გამარტივებული პროცედურით ანიჭებენ ხოლმე მოქალაქეობას. აი ეს მოქალაქეობის მინიჭება არის დაფასება მათი და ასე ვთქვათ, კარგი საქციელი თუ წევლა არის. რომელსაც როცა სახელმწიფოს უჩივი ხარ საერთაშორისო არბიტრაჟში ფაქტიურად ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში აღარ დაგედგომ ხო გაგრძელებას აღარ აპირებ. განვიხილეთ ინვესტორი, ინვესტიცია და ლოგიკურად უნდა გადავიდეთ, ეხლა რა საშავებენ ხოლმე სახელმწიფოები. რატო უჩივიან, რა საფრთხეს უქმნიან ან ინვესტორს, ან ინვესტიციას. ექსპროპრიაცია არის პირდაპირი ან არაპირდაპირი, როგორც წესი ხელშეკრულებები პირდაპირ თვალისწინებენ, რომ ეს ორივე ტიპის ექსპროპრიაციისგან დაცული არის ინვესტორი. მნიშვნელოვანი დათქმა აქვს, რომ ექსპროპრიაცია თავისთავად სახელმწიფოს უფლებაა, ანუ სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ ექსპროპრიაცია გააკეთოს, უბრალოდ ეს უნდა გააკეთოს ლეგიტიმურად და გადაგიხადოს კომპენსაცია. რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ არ მივიდე, არ ესკალირდეს დავა საერთაშორისო არბიტრაჟამდე და აქ არსებობს სხვადასხვა BIT-ში ეგრეთ წოდებული cooling off პერიოდები.